ქრისტეს მიერ საყვარელო, მამანო, ძმანო და დანო. დღევანდელ კვირას ეწოდება ზაქე მეზვერის კვირაკე. რამე თუ დღევანდელ დღეს ჩვენ წავეკითხეთ სახარების ნაწყვეტი, რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ იერიქონში ყოფნისას მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეხვდა ზაქე მეზვერეს. იმ დროისათვის იერიქონი იყო საკმაოდ დიდი და ასე თქვათ კეთილმოწყობილი და მდიდარი ქალაქი. ჰეროდე დიდის დროს მოხდა მისი გაშენება და კეთილმოწყობა განსაკუთრებულად. და ამ ქალაქში აი ზაქე მეზვერე ანუ მებაჟე თანამედროვე შესატყვისის შესაბამისად იყო პირი თანამდებობისა, რამე თუ წმინდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ის იყოვო უფროსი მეზვერეთაო, ანუ იყო საბაჟოს უფროსი და მდიდარ იყოვო ფრიად. ანუ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თანამდებობა და სიმდიდრე. ეს ადამიანი მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ იყო ანგარიშ გასაწევი. გამომდინარე მისი ხელისუფლებიდან, ანუ სამსახურიდან, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს ანგარიშს უწევდნენ. პატივსაც მიაგებდნენ საზოგადოებაში. თუმცა ამავ დროს, როგორც ამას გვეუბნება ჩვენ ისტორიაც და სახარებაშიც არის ამის მაგალითი, თავად ებრაელთა ერისშვილების დამოკიდებულება ბაჟის ამკრებთა მიმართ არ იყო კეთილგანწყობითი და მიიჩნეოდა, რომ ეს ადამიანები ემსახურებიან უცხო ხელისუფლებას, ანუ იმპერატორის ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომლის ძალაუფლებაც იყო გავრცელებული ამ ტერიტორიებზე, არა მხოლოდ ამ ტერიტორიებზე, არამედ მოყოლებული ბრიტანეთიდან და აფრიკის სანაპიროებით და მცირე აზიის და ესე იგი წვდებოდა ეს ძალაუფლება იყო გადაწყვეტილი სირიის ძველი ბაბილონის არემარესაც. და წარმართული იყო მოგეხსენებათ რომის იმპერია იმ დროისათვის და ებრაელთათვის წარმართი ხელისუფლებისათვის მსახურება
და მისი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა იყო შეურაცხყოფელი და ნიშნავდა გაუწმინდურებას. თუმცა ძალიან საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მაცხოვრის ჯვარცმა ხდება, გახსოვთ იქ, როდესაც მაცხოვარი მიიყვანეს სამსჯავროზე პილატესთან, პილატემ მიმართა შეკრებილ მრავალრიცხოვან ერს, რომ მე ამაში ვერავინთან დანაშაულს ვერ ვხედავო, მაგრამ ერი გაიძახოდა, რომ ჯვარს აცვი ეგაო და მაშინ პილატემ დასვა შეკითხვა, ჯვარს ვაცვა თქვენი მეფეო? და შეკრებილი იერუსალიმის და არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ სხვა ადგილებიდანაც პასექის დღესასწაულისთვის ჩამოსული ებრაელთა ერის შვილები შეკრებილი ამ დღეს მრავალრიცხოვნად პილატეს სასახლესთან პასუხობს, ჩვენ სხვა მეფე არ ვიცით გარდა კეისრისაო. აი აქაც ხედავთ ჩვენ სამწუხაროდ ესეთ არაგულწრფელობას და ორმაგ სტანდარტებს დღეს როგორც იტყვიან. ხელისუფლება არის არ მოსაწონი, მას მისი სამსახური ითვლება, რომ არის შეურაცხყოფელი გარკვეულწილად, მაგრამ როცა სჭირდება პირად ინტერესებს ან რაღაც, ასე ვთქვათ, საერთო განზრახვას, მაშინ ხელათვე ხდება ხელისუფლების აღიარება და აღიარება იმისა, რომ ის გაბატონებული არის მათ ზედა. მაგრამ დაუბრუნდებით ზაქეს მეზვერის ნაწყვეტს წმინდა წერილიდან, აი ეს ადამიანი, როგორც მოგახსენეთ უკვე, თავად ებრაელი, მაგრამ მსახური ხელისუფლებისა, რომელიც არის წარმართი და მრავალი შემთხვევა, ძალიან მრავალი შემთხვევა, როდესაც ებრაელთა ერი სხვადასხვა მიზეზის გამო აწყობდა, ასე ვთქვათ, შფოთს და იყო შეტაკებები საკმაოდ მძიმე და სისხლისმღვრელი რომაელთა და ებრაელთა შორის იერუსალიმში. აი ეს წარმომადგენელი ხელისუფლებისა, ზაქე მეზვერე, არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს ქრისტეს გაცნობა და არა თუ გაცნობა, არამედ ქრისტეს დანახვითაც კი დაკმაყოფილდება ეს ადამიანი. ასეთი შინაგანი განწყობა ჰქონდა ზაქეს. ძალზე მნიშვნელოვანია ძვირფასო ძმანო და დანო, რომ ჩვენ დავინახოთ ერთ-ერთი
შინაარსი ამ სახარებისეული ნაწყვეტის ზაქემ მაცხოვრის შესახებ იცის, მას სმენია, რამე თუ ქრისტეზე ხმა განითქვა მთელს ისრაელში, გალილეაში, სამარიაში, მას აღიარებენ როგორც ღვთის კაცს, წმინდას, სასწაულთ მოქმედს. და ზაქეს დიდი სურვილია, რომ შეხვდეს ქრისტეს, დაინახოს ქრისტე, არაფერი სათხოვარი არა აქვს. არც მით უმეტეს მატერიალური მდგომარეობის და არც ჯანმრთელობის, არც რომელიმე განსაცდელის. ამ ადამიანს აქვს შინაგანი სურვილი, რომ შეხვდეს ღვთის კაცს. ეს სურვილი გამომდინარეა სულიერი მდგომარეობიდან. ძალიან საინტერესოა შეხვედრის შედეგი, რომელიც ჩვენ გვაძლევს უფლებას იმისა ვთქვათ, რომ ზაქე მიუხედავად აი ამ თავისი ყველანაირად რო იტყვიან კეთილმოწყობილი ცხოვრებისა, თანამდებობის, სიმდიდრის, მის ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანების სიმრავლის, პატივის, ეს ადამიანი შინაგანად ატარებს მაინც სინდისის ქეჯნას. და ეს სინდისის ქეჯნა მან გამოხატა უკვე იმის შემდეგ, როდესაც მაცხოვარი მივიდა მის სახლში. მაგრამ მანამდე გამოხატა სურვილი ქრისტეს ხილვის, ქრისტესთან შეხვედრის, იმით რომ აი ეს ადამიანი, რომელსაც აქვს ამდენი პატივი და ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ერთი წამით თქვათ, რომ რომელიმე საბაჟოს უფროსი საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, აი როდესაც ჩავიდეს თქვათ ამა თუ იმ ქალაქში, თქვათ სიტყვისათვის კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი და იყოს ხალხმა მრავლობა, რომ რომელიმე საბაჟოს უფროსი ავიდეს ხეზე იმისათვის, რომ დაინახოს კათოლიკოს პატრიარქი. ჩვეულებრივად როგორც ხდება, ყველა მოვითხოვთ, რომ აიქნებ შემახვედროთ, სურვილი მაქვს შეხვედრის, თქვათ, იქ დალოცვა იქნება, თუ კურთხევის აღება იქნება, ყველა შემთხვევაში ასეთი იქნება, თქვათ, გზა და სურვილი პატრიარქთან შეხვედრის და აი ზაქე ადის ხეზე. ის არ ეუბნება იქ თავის ნაცნობებს თუ უცნობებს თუ ვიღაცას, იცით, მე აქ ესე იგი თანამდებობის პირი ვარ და მოკლედ პატივსაც გცემ თუ მიმიყვან ამ ადამიანთან. არა.
ის ხეზე ადის იმისათვის რომ ქრისტე დაინახოს მხოლოდ. აი როგორი არის მისი სურვილი შინაგანი. აი შედარებისათვის თქვათ აი როგორი სურვილით მიდის ის ქრისტესთან. ანგარიშ არ უწევს არც თავის მდგომარეობას, არც თავის თანამდებობას, არც თავის სიმდიდრეს, არ რა სიტყვიან იქ ქალაქის მაცხოვრებლები მასზე. არაფერს ანგარიშს არ უწევს, არც არაინტერესებს. იმდენად დიდია მისი შინაგანი სურვილი, რომ იხილოს ღვთის კაცი. და აი ამ სურვილის, აი ამ შინაგანი მისწრაფების საპასუხოდ მას ესმის ქრისტეს სიტყვები. ზაქე, ნეტარხარ შენ და მე მოვალ დღეს შენთან. და ზაქეს სახში იკრიბებიან პირველ რიგში მისი ნაცნობები, მისი ოჯახის წევრები, მისი კოლეგები, ასეთივე მეზვერეები. და ქრისტე მოდის ამ ადამიანებთან, რომელთანაც ურთიერთობა ებრაელთა ერის შვილებისათვის არც თუ სასურველი და მისაღებია. მოდის მათთან ქრისტე და ზაქე მას ხვდება, რა თქმა უნდა, იქნებოდა იქ შესაბამისი გამასპინძლება, როგორც არის ეს მიღებული და იყო მიღებული აღმოსავლეთში ყველგან სტუმრის პატივისცემა და დაფასება. მაგრამ ზაქე ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი შინაარსის მქონე ქმედებითა და სიტყვებით ხვდება მას. ის ამბობს, რომ მეო, ვისაც უსამართლოდ მოვეკეციო, ვისაც გამოვართვიო ზედმეტი გადასახადი და რა თქმა უნდა ეს ზედმეტი გადასახადი იყო ზაქეს სასარგებლოდ და იყო მისი სიმდიდრის ერთ-ერთი წყარო, ანუ იყო ის რაც მას ეკუთვნოდა, მაგრამ იყო ის რაც არ იყო კუთვნილი. ხან ქრთამი და ხან ზედმეტი გადასახადი. და ვისაც ამგვარად მოვეკეციო, ყველა მათგანსო 4 წილად დაუბრუნებო. ეს არის აღიარებაც თავისი ცოდვისა, თავისი ბანკიერების, ვნების, ვერცხლის მოყვარეობის და ესეთი ძალადობის, უფლებამოსილების გადაჭარბების ამის აღიარებაც არის და ამავდროს ეს არის შეცვლა, შინაგანი ფერიცვალება, რომელიც განიცადა ზაქემ და
აი ამით ხვდება ის ქრისტეს და არა თავისი სიმდიდრით. და აი აქ ძალზე საინტერესოა მაცხოვარი როგორ აფასებს ზაქეს ქმედებას. მაცხოვარი ბრძანებს შემდეგ სიტყვებს. აჰა იქმნა ცხოვრება სახლისა ამისაო. თითქოს ეს სახლი იყო მკვდარი. თითქოს ამ სახლში არ იყო სულ თქმული. და აი ამგვარად არის ძვირფასო ძბანო და დანო, რომ სიცოცხლე ღვთის წინაშე ეს არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური ყოფა ადამიანისა. ის რომ ადამიანი ცოცხალია და სვამს, ჭამს, შრომობს, უხარია თუ მწუხარებს, ეს არ არის. არამედ სიცოცხლე ღვთის წინაშე და ღმერთთან კავშირში ეს არის სულის მდგომარეობა, ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არის ზუსტად მდგომარეობა და განცდა, რომელსაც ადამიანი განიცდის ღმერთთან მიმართებაში, ღმერთთან კავშირში. ამას უწოდებს უფალი სიცოცხლეს და ამისი რამდენიმე მაგალითი არის წმინდა წერილში. და ამის შემდგომ მაცხოვარი ბრძანებს რამე თუ მოვედ მოძიებად და ცხოვნებად წარწმედულისაო. ქრისტე ეძიებს ცოდვილ ადამიანს. მას სურს ცოდვილის განახლება, ზუსტად მისი სულიერი გაცოცხლება. ეს არის ქრისტეს ამ წუთის სოფელში მოსვლის მიზანი, ძვირფასო ძმანო და დანო. ადამიანებისათვის, მთელი კაცობრიობისათვის ჭეშმარიტი სიცოცხლის დაბრუნება. და როგორც აღნიშნეთ, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლე ეს არის კავშირი ღმერთთან, რომელსაც ადამიანი შინაგანად განიცდის. ეს არის ზაქეს მსგავსი მისწრაფება უფლისადმი და არა აქვს მნიშვნელობა რაოდენ დიდი არის ადამიანის ცოდვები, რაოდენ მძიმეა და ან რამდენი ხანი დაჰყო მან ცოდვაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უნდა იყოს მოქმედი ღმერთთან ერთად. ღმერთი მოიძიებს ცოდვილს და მზად არის მის ცოდვათა შესანდობელად. მზად არის რომ მას განუახლოს სიცოცხლე, ანუ მიანიჭოს მას მადლი, სულისაწმინდისა, გამწმენდელი და განმაახლებელი ადამიანისა და მაცხოვრებელი ადამიანის. მაგრამ ადამიანი უნდა მოძრაობდეს ღვთის მიმართულებით, ისე როგორც ზაქე მოძრაობდა, ისე როგორც მიისწრაფოდა და მიილტოდა ის ზეცისკენ
აი ამ თავისი ხეზე ასვლით, ქრისტეს ხილვის სურვილით. ასეთი მდგომარეობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ძვირფასო ძმანო და დანო. ადამიანი გრძნობს საჭიროებას ღმერთთან დაახლოების, მაგრამ მერე ხდება იმგვარად, რომ ეს სურვილი თითქოს განელდება, ან ადამიანი შეეჩვევა, აი ზოგჯერ ჩვენ გვემართება ეკლესიის წევრებს, ჩვენ თითქოს ვეჩვევით ამ გარემოს, ეკლესიის გარემოს. ვეჩვევით საიდუმლოებებს, ახსარებას, ზიარებას და რაღაც შინაგანი გრძნობის დაკარგვით მოვქმედებთ. და ეს არ არის სწორი ძვირფასო ძმანო და დანო. ამ დროს საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვათ, რატომ? რატო ვარ მე ასეთ მდგომარეობაში? რა მოხდა? უნდა შევეცადოთ რომ გავერკვეთ საკუთარ თავში, მოძღვართან საუბრით, წმინდა მამების დარიგების წაკითხვით, შემეცნებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ შევეჩვიოთ ღმერთთან ურთიერთობას, როგორც თქვათ, ჩვეული შეიძლება იყოს ჩვენთვის გაღვიძებისას კბილების გაწმენდა თუ სახის დაბანვა. სხვა არის მუდმივობა და სხვა არის შეჩვევა. აი ეს უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო. და მაგრამ სანამდე შევეჩვევით, ასე ვთქვათ, მოხდება ეს ვითარება ჩვენს ცხოვრებაში, მანამდე მისწრაფება უნდა გქონდეს, რომ გადავდგათ ნაბიჯი ღვთისაკენ, ეს პირველი ნაბიჯი. შემდგომაც უკვე ამის შემდეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთთან ურთიერთობას ცოცხლად უნდა შევიგრძნობდეთ. ეს არ არის არც ემოცია, ეს არ არის არც წარმოდგენა, ეს არის ის, რაც შენს გულში ხდება. და ამის შესახებ მხოლოდ ღმერთმა და ადამიანმა იციან. ეს არის დიდი გარდასახვა, დიდი შეცვლა და რაოდენ დიდი ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი და უმძიმესი ცოდვების მატარებელი, ეს არის რეალობა და ეს არის შესაძლებელი. და კიდევ რაც მინდა დავამატო, არის ის, რომ ზაქე მეზვერის სახარებისეული ნაწყვეტი ჩვენ გვესვის მოწოდება უფლისა სინანულისაკენ. უფალი ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, მიგვითითებს რა არის სული სიცოცხლე და როდის არის ცოცხალი ადამიანი სინამდვილეში, როდესაც ის ღმერთთან არის კავშირში და როდესაც
სინანული მოქმედებს მასში. და ამ ნაწყვეტით იწყება ფაქტობრივად დიდი მარხვისათვის მზადება. იმიტომ რომ შემდგომი კვირა უკვე ეს არის მეზვერე და ფარისევლის კვირა და ჩვენ უკვე დიდი მარხვის წიგნიდან, მარხვანიდან წავიკითხავთ საკითხავებს. და იქაც საუბარი იმ კვირადღის სახარებაში იქნება საუბარი სინანულზე. იქნება საუბარი ზუსტად სულის სიცოცხლეზე. და არა შეჩვეულ და კმაყოფილ მდგომარეობაზე ადამიანისა, რომელიც თავს მართლად მიიჩნევს. და ეს ჟამი, ძვირფასო ძბანო და დანო მოახლოებული უკვე დიდი მარხვისა, გამოვიყენოთ ზუსტად სულიერი გაცოცხლებისათვის ჩვენ ყველამ, რომ შევიგრძნოთ სინანულიც და სინანულით ღმერთთან კავშირი. იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სწორი ამგვარი კავშირია უფალთან და არა სხვაგვარი. და დიდი მოციქული პავლეთ ამას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო ამბობს ის. და ეს არის განცდა და შეგრძნება ღვთის წინაშე ყოფი ადამიანისა და არა ლამაზი ნათქვამი. და აი ამას შეგვახსენებს ჩვენ დედა ეკლესია ამ დღეების განმავლობაში, რომ ამგვარად შევიდეთ დიდ მარხვაში და დიდი მარხვის ჟამი იყოს ჩვენთვის ჟამი სინანულისა, ჟამი ლოცვისა, ჟამი განწმენდისა და ეს მოგვიტანს სიხარულს, რომელსაც ვიგრძნობთ ჩვენ აღდგომის დღესასწაულზე. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა ყველას მოგცეს ზაქე მეზვერის მსგავსი თუ არა ყოველ შემთხვევაში ცოტათი მიახლოვებული მისწრაფება და სურვილი ქრისტეს ხილვისა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.